რა გელოდებათ აპრილის თვეში? მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და მოდით ვნახოთ დღეს თუ რა გველოდება აპრილის თვეში. გაშლა გვექნება, მოდით ორ ვარიანტიანი იყოს ამჯერად და ვნახოთ, აბა რა გელოდებათ აპრილის თვეში. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში. დავარიგებ ახლავე ვარიანტებს და რა ელოდება აპრილის თვეში პირველ ვარიანტს და მეორე ვარიანტს. ქვებსაც ახლავე დავამატებთ. პირველი ვარიანტი მოდით იყოს ასეთი ქვა, მეორე ვარიანტი ასეთი ქვა. აირჩიეთ სასურველი, პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მომწერეთ პირადში. ენერგიების დაბალანსების მიზნით, რადგანაც საჯარო გაშლები არის უფას აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო, ეს პოსტი. აირჩიეთ ვარიანტი, თუ გჭირდება დააპაუზეთ. და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან და ვნახოთ პირველ ვარიანტს რა ელოდება აპრილის თვეში. არკანი ვერთხების 7-იანი. აქ პირველ რიგში ჩანს გარკვეული შინაგანი კონფლიქტები. თქვენს რაღაც ბნელ მხარესთან ბრძოლას ვხედავ ამ არკანიდან გამომდინარე. სხვათა შორის თხოვნა მექნება თქვენთვის კომენტარებში აუცილებლად დამიწერეთ, გსურთ თუ არა საჯარო გაშლა თქვენს ბნელ მხარეებზე. იმიტომ რომ ერთი პერიოდი რამდენიმეჯერ გავაკეთე ზედიზეც მსგავსი საკითხით საჯარო გაშლა. ბნელი მეგობრებო არ ნიშნავს ცუდს. ბნელი ნიშნავს უარყოფილ მხარეს. მაგალითად უარყოფილი სექსუალური სურვილები, ლტოლვები, უარყოფილი ემოციები, გრძნობები ჩახშობილი, შიშების გამო, სოციუმში ადაპტაციის სურვილის გამო, ხო? უბრალოდ ხანდახან ჩვენ თავად ვუმალავთ რაღაცებს საკუთარ თავს, იმის გამო რომ არა უბრალოდ გვეშინიან გურცხვენია, არამედ გარკვეული პერსონაჟის როლს ვიერგებთ. და აქ მივხედავ იმას, რომ თქვენი გარკვეული ბნელი მხარეები გამოიღვიძებს, შეგახსენებენ საკუთარი თავის არსებობის შესახებ და მათთან ჩანს რაღაც გარკვეული შინაგანი კონფლიქტი, მათთან ურთიერთობის გარკვევა, ასე ვთქვათ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ. ვნახოთ, აბა, როგორც ჩანს ტაროს არკანებს ერთი სული აქვთ, როდის კი გვეტყვიან ინფორმაციას. კარგით, რა ელოდება პირველ ვარიანტს აპრილის თვეში? არკანი ხმლების 10-იანი, თასების 6-იანი, არკანი კოშკი, არკანი მთვარე, რა ხდება მეგობრებო, არკანი ძალა. არკანი ძალა, რა საინტერესოა, ძალიან საინტერესო და ძალიან მაგიური თვითშემეცნებითი პერიოდი გელოდებათ. ეს პერიოდი საერთოდ არ იქნება მარტივი სხვათა შორის. ვიღაცისთვის შედარებით მარტივი შეიძლება იყოს, ვიღაცისთვის შედარებით რთული იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ თქვენ კონცენტრირებულნი იქნებით უშუალოდ შინაგან პროცესებზე. რაღაც თქვენი ძველი წუხილები, ძველი ტრავმები, ძველი ენერგიები გამოიღვიძებს თქვენში. და ეს იქნება ერთის მხრივ საკმაოდ რთული და მძიმე, იმიტომ რომ აქ რაღაც თქვენი ისეთი მხარის მიღება, გადახარშვა მოგიწევთ, რისი გადახარშვაც შეიძლება საერთოდ არ გინდათ. მოგიწევთ აქ სამწუხაროდ, მაგრამ ამავდროულად ეს არის მიმღებლობის პერიოდი, საკუთარი თავის მიმღებლობის პერიოდი, პერიოდი, როდესაც თქვენ ბრძოლიდან გადადიხართ კონტრაქტში, ასე ვთქვათ. თქვენ აქ ბევრად უფრო სიღრმისეულად შეისწავლეთ საკუთარ თავს. მაქსიმალურად ყურადღება მიაქციეთ აპრილის თვეში თქვენს სიზმრებს, თქვენს ხილვებს, ვისაც ხილვები გაქვთ ხოლმე, ჩაიწერეთ კიდევაც. შესანიშნავი იქნება მედიტაციები და მსგავსი პროცესები თქვენთვის, იმისათვის, რომ უფრო კარგად, უფრო სწორად გადახარშოთ რაღაც გარკვეული მდგომარეობები, გარკვეული თქვენი მხარეები და თქვენი, ასე ვთქვათ, ფსიქოტიპები და სუბფსიქოტიპები. ეს არის ძალიან კარმული პერიოდი. კარმული მეგობრებო ავტომატურად ცუდს ან ავტომატურად კარგს არ ნიშნავს. ეს არის პერიოდი, როდესაც მთელი თქვენი ცხოვრება იცვლება. და იცით, როდის იცვლება მთელი ჩვენი ცხოვრება? მაშინ, როდესაც მთლიანად იცვლება მთელი ჩვენი ჩვევები. აქ თქვენ გადიხართ უკვე ძალიან მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას.
იცვლება თქვენი ჩვევები, თქვენი მსოფლმხედველობა. აქ თქვენ სამყარო ძალიან ნათლად დაგანახებთ, სად გამოგრჩათ ფუნდამენტი, სად უნდა ააგოთ ახალი ფუნდამენტი, რას აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება და რას არა. გარდა ამისა, აქ სამყარო ძალიან ნათლად დაგანახებთ, ვინ არის რეალურად თქვენს გვერდით და ვინ არა. და პლუს ამასთან ერთად მე კი გითხარით უკვე ამდენი რაღაც, რაც შეიძლება ზოგი თქვენგანისთვის აღმაშფოთებელი იყოს, ხო? მაგრამ ნუ გეშინიათ, იმიტომ რომ აქ საშიში არაფერია. კი სადღაც რაღაცები იქნება მტკივნეული, გასაგები არის და არასასიამოვნო, მაგრამ რეალურად მე ნამდვილად ვერ ვიტყოდი იმას, რომ აქ მტკივნეული პერიოდი გიახლოვდებათ მეთქი. უფრო პირიქით ვიტყოდი, რომ გარკვეული მტკივნეული პერიოდი დასრულდება აპრილის თვეში თქვენს რეალობაში, რაღაც მტკივნეული პროცესები დასრულდება. უბრალოდ არასასიამოვნო იქნება ის, რომ აქ ასე ვთქვათ, თქვენი ალგორითმები გადაეწყობა რაღაც ახალ რეალობაზე, ახალ რეალობაში, ახალ ჩვევებში. ახალ ინფორმაციებში გამოიღვიძებს თქვენი შინაგანი ძალა. განსაკუთრებით ეს ეხება ჩემს კოლეგებს, პრაქტიკოსებს, ეზოთერიკოსებს. თქვენი მაგიური ძალა გამოიღვიძებს ახალი სიმძლავრით. გარკვეული რიტუალების ან პრაქტიკების შედეგებსაც კი დაინახავს ზოგი თქვენგანი. კიდევ მინდა რომ აქ დავამატო არკანები, რადგანაც ასეთი მაგიური გაშლა არის და თავისით ჩამოვარდა ორი არკანი, კვერთხების დედოფალი და არკანის სამსჯავრო. მეგობრებო, ნახეთ, აქ სამყარო ძალიან ინტენსიურად დააკვირდება აპრილის თვეში თქვენს გადაწყვეტილებებს, იმას თუ რამდენად სამართლიანი ხართ საკუთარი თავისა და ირგვლივმყოფების მიმართ. რამდენად აფასებთ თქვენ თავად საკუთარ სიტყვებს, ხო? იმიტომ რომ ჩვენ თავად თუ არ ვცემთ პატივს სიტყვებს, სხვა რავალდებული არის იყოს ჩვენს მიმართ გულუხსველი, სხვა რავალდებული არის რომ დააფასოს ჩვენი სიტყვები, ხო? ამიტომაც მნიშვნელოვანი არის აპრილის თვეში გულუხსველობა მაქსიმალურად, შეძლების და გვარად, მნიშვნელოვანი არის სამართლიანობა და ნახეთ, თუ თქვენ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, თქვენ არა უბრალოდ გაძლიერდებით, არამედ თქვენში გამოიღვიძებს ბევრად უფრო ძლიერი ადამიანი. ქალებო, თქვენში კი ბევრად უფრო ძლიერი ფემინური ენერგია გამოიღვიძებს. თქვენ იგრძნობთ საკუთარ სექსუალურობას, თქვენ იგრძნობთ იმას, რომ ადამიანებისთვის ხარ ძალიან სასურველი და საინტერესო. ახლა კი მე მინდა დავამატო ორაკულის არკანები აპრილის თვეზე. პირველ რიგში ვნახოთ ამ დასტით, რა მესიჯი აქვს სამყაროს პირველი ვარიანტისთვის აპრილის თვესთან დაკავშირებით, ვნახოთ აბამ. და ვნახოთ მეორე სასიყვარულო მესიჯი პირველი ვარიანტისთვის აპრილის თვეზე. გამოხატე შენი სიყვარული. ნუ გეშინია, გააკეთე რომანტიული ჟესტი. პირველ რიგში მეგობრებო, გასაგები არის ტრადიციები, გასაგები არის კულტურა, გასაგები არის ისიც, რომ ენერგეტიკული თვალსაზრისით ქალი არის უფრო მეტად მიმღები ენერგია და მამაკაცი უფრო მეტად გამცემი ენერგია, ხო? ამიტომაც მამაკაცებო, თქვენ აუცილებლად გამოხატეთ სიყვარული თქვენი ქალბატონების მიმართ, იმ ქალების მიმართ, ვინც მოგწონთ, გაინტერესებთ, ვისაც პატივს სცემთ, იქნება ეს მეგობარი, ამხანაგი დაქალი თუ მით უმეტეს შეყვარებული ან ცოლი ან დედა, ხო? ხოლო ქალბატონებო, თქვენ აქ გეტყვით ასეთ რაღაცას. ნუ გეშინიათ პირველი ნაბიჯის გადადგმის აპრილის თვეში. ნუ გეშინიათ იმის, რომ გააკეთოთ რაღაც თუნდაც პატარა რომანტიული ჟესტი. გასაგები არის თქვენი შიშები, გასაგები არის ის, რომ მამაკაცების უმეტესობას შეიძლება მიუწვდომლობები მოსწონდეს და ასე შემდეგ, მაგრამ დამიჯერეთ, თქვენი ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ შეშინდება იმის გამო, რომ თქვენ ის აირჩიეთ და იმის გამო, რომ თქვენ მის მიმართ რაღაც გარკვეული რომანტიული ნაბიჯი გადადგით. მესიჯი სამყაროსგან, მესიჯი კი ასეთია. დროა განიკურნო. აქ არის განკურნების დრო აპრილის თვეში. თქვენ გაუშვებთ ძალიან ბევრ ნეგატივს, ძალიან ბევრ ტრავმას, ძალიან ბევრი ნეგატივი, ძალიან ბევრი ცრემლი, ძალიან ბევრი ნეგატიური ადამიანიც კი წავა თქვენი რეალობიდან აპრილის თვეში პირველი ვარიანტი. და დიახ, აპრილის დასაწყისში ეს შეიძლება საკმაოდ არასასიამოვნო პროცესი იყოს, მაგრამ დამიჯერეთ, გიღირთ. სულ ეს არის პირველი ვარიანტი. უღრმესი მადლობა, რომ უყურეთ ჩემს ვიდეოს და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. ვინც ამოირჩიეთ მეორე ვარიანტი, თქვენთან რა ხდება? აბა აპრილის თვეში ვნახოთ და აქ ამოვიდა უკვე კვერთხების სამიანი. სადმე მიდიხართ? მგზავრობისთვის ემზადებით თუ რა ხდება, მეგობრებო?
ნუ პირველ რიგში თუ თქვენ აქ გეგმავდით აპრილის თვეში გამგზავრებას ან სადმე წასვლას ძალიან კარგი არკანი არის ამისათვის ასევე შეძლების დაგვარად აპრილის თვეში მეორე ვარიანტი გირჩევდით მეტ სეირნობას, მეტ მოგზაურობას, მეტ სიარულს, შეძლების დაგვარად რა თქმა უნდა, ელემენტარული სადმე პიკნიკი, მეგობრებთან ერთად გასვლა, გასეირნება, თუ სადმე გინდათ წასვლა, ან ფიქრობდით ჩვეულებაზე ან რაღაც მსგავსზე, შეგიძლიათ ასეთი რაღაცაც სცადოთ აუცილებლად, ხო? რატომაც არა? ნუ ვის როგორ შეგვიძლია, ხო? ვის როგორც შეგიძლიათ. ამიტომაც აქ უფრო რაღაც მგზავრობას, სიარულს ხედავ და ჩანს აქ ახალი გზა, სრულიად ახალი გზა, რაღაც ახალ ენერგიებში გადადიხართ, მეგობრებო. თქვენს ტრანსფორმაციულ ენერგიებში გხედავთ მეორე ვარიანტი, მაგრამ თქვენ პირველი ვარიანტის შემთხვევაში თუ იყო ტრანსფორმაცია, რომელიც სრულდება დაახლოებით აპრილის დასაწყისში, აქ ხედავ იმას, რომ ტრანსფორმაცია თითქმის დასრულდა და უფრო მეტად აქ ხედავ რაღაც ახალის დასაწყისს. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, აბა რა ელოდება მეორე ვარიანტს აპრილის თვეში. არკანი სამართლიანობა. თქვენც იგივეს გეტყოდით, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აპრილის თვეში იყოთ მაქსიმალურად სამართლიანი და გულურწველი. პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ და რა თქმა უნდა ირგვლივ მყოფების მიმართ. მეგობრებო, გავიმეორებ ერთ რაღაცას, რაც პირველ ვარიანტს უკვე ვუთხარი, დააფასეთ თქვენი სიტყვები. სიტყვას აქვს უდიდესი ძალა. გასაგები არის ის, რომ ხანდახან გვინდა პერფორმანსი, ხანდახან გვინდა რაღაცეების გალამაზება სიტყვიერად. გასაგები არის ძალიან კარგად მესმის ის, რომ ზოგ თქვენგანს უყვარს, შეიძლება უყვარდეს ტყუილები, ხო? მე თვითონაც ბავშვობაში ძალიან აი მოზარდობის პერიოდამდე ძალიან მიყვარდა ტყუილები, ძალიან მიყვარდა პერფორმანსი, იმიტომ რომ ვუყურებდი ხოლმე ადამიანებს და ფიქრობდი მეთქი, ნუ რადგანაც ისინი ტყუებიან და მეგობრები ყავთ, ესე იგი მეც ტყუილებით თუ მოვახდენ შთაბეჭდილებას, მეც მეყოლება მეთქი. ასეთ რაღაცებს ვფიქრობდი ხოლმე და ხშირად ვცდილობდი შთაბეჭდილების მოხდენას, რაც რა თქმა უნდა არ მოქმედებდა. ამიტომაც მოეშვით აპრილის თვეში ნებისმიერი სახის პერფორმანსებს. იყავით საკუთარი თავის შეძლების დაგვარად. მესმის ცოტა რთულია, მაგრამ ტყუილი ყოველთვის არის ძალიან მარტივი, ხოლო სიმართლე და გულურწველობა ყოველთვის არის ძლიერი ადამიანის მხარე. ხვდებით ხო? გასაგები არის ის, რომ გაუაზრებლად ხანდახან ჩვენ საკუთარ თავსაც ვიტყუებთ. ეს სავსებით გასაგები არის, მეგობრებო და ამის გამო რა თქმა უნდა თქვენ საკუთარი თავი არ უნდა გაიკიცხოთ და არ უნდა გამოლანწყოთ. სამართლიანობის შესახებ გვახსოვდეს, ჩვენ საკუთარ თავს და ფიქრებს თავიდან ბოლომდე ყოველთვის და ყველგან შეიძლება ვერ ვაკონტროლებდეთ, მაგრამ მნიშვნელოვანია მეტი გულურწველობა. მეტი გულურწველობა საკუთარი თავის მიმართ პირველ რიგში, შემდგომ ირგვლივ მყოფების მიმართ და აფასეთ თქვენი სიტყვები და სამყარო დაგაფასეთ თქვენ. დავამატოთ კიდევ არკანები, რა ელოდება მეორე ვარიანტს აპრილის თვეში, რა გელოდებათ კიდევ? პლუს ამასთან ერთად თქვენი ქმედებები იქნება ძალიან ნაყოფიერი აპრილის თვეში. ასევე ჩანს აქ რაღაც ახალი ნაცნობები, ახალი სამეგობრო წრე შეიძლება გაიჩინოს რომელიმე თქვენგანმა, ან ზოგადად აქ უფრო ინტენსიურად იქნება ადამიანებთან კომუნიკაციები, ადამიანებთან შეხვედრები, მაგრამ აქ იცით როგორ რაღაცას ხედავ რაღაც გულურწველ საუბრებს, გულურწველ მეგობრობას, სასიხარულო ემოციებს. ეს არ არის რაღაც მძიმე მეგობრობა, რაღაც მძიმე კომუნიკაციები პირიქით. ეს არის სილაღით, სიხარულით სავსე კომუნიკაციები, ან ახალი ადამიანების გაცნობა. კიდევ დავამატოთ არკანები, რა ელოდება მეორე ვარიანტს აპრილში. არკანი კვერთხების მეფე, საინტერესოა, პირველ ვარიანტს კვერთხების დედოფალი ყავდა, მეორეს კვერთხების მეფე, ხმლების ოთხიანი. მეგობრებო, გასაგები არის და არკანი იმპერატორი კაცი. გასაგები არის შრომა, გასაგები არის თვით განვითარება და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს გადასარევია. გადასარევია მუშაობა, გადასარევია ვარჯიში, გადასარევია ის რომ თქვენ ასეთი შრომის მოყვარეები მყავხართ, მაგრამ პერიოდულად ძალიან გთხოვთ დაასვენეთ საკუთარი თავი. მეც ეს ვიტყვი, აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის მეორე ვარიანტი შეინარჩუნოთ გარკვეული ბალანსი, იმიტომ რომ შრომა ვიღაცას შეიძლება გიყვარდეთ ბევრი ვარჯიში, ბევრი მუშაობა საკუთარ თავზე, იმის სწავლა, ამის სწავლა გინდოდეთ, გადასარევია.
გააკეთეთ ეს ყველაფერი, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ ფარხმალი, არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ სიზარმაცეც არ არის კარგი, თუმცა სიზარმაცე ხშირ შემთხვევაში არის იმის სიგნალი, რომ რაღაც გვაკლია, ხო? მაგალითად мотиваცია და აქ თვით мотиваციას უნდა მივმართოთ. მაგრამ ნახეთ, აქ მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოთ გარკვეული ბალანსი დისციპლინასა და დასვენებას შორის. არც ერთი არ მოიკლოთ პირდაპირ გეუბნებით, არც ერთი არ მოიკლოთ და აუცილებლად მიიღებთ თქვენთვის სასურველ შედეგებს. გარდა ამისა, აქ ჩანს ძალიან ბევრი თქვენგანის რეალობაში რაღაც გარკვეული სტატუსის ზრდა, რეპუტაციის ზრდა, ავტორიტეტის ზრდა ადამიანების თვალში, შეიძლება იყოს ამ კარიერული წინსვლები. კიდევ დავამატოთ არკანები, რა ელოდება მეორე ვარიანტს? არკანი თასების ოთხიანი, ხო, აი ბალანსი შეინარჩუნეთ რა. პერიოდულად დაასვენეთ საკუთარი თავი პერიოდულად მაინც კიდევ ერთი არკანი მეტრე. აქ აშკარად ჩანს ის, რომ ბევრი თქვენგანის რეალობაში იქნება რაღაც გარკვეული მოგზაურობა ან ერთეულებთან შეიძლება ისეც რეზონირდეს, რომ თქვენთან ჩამოვა ვიღაც, მაგრამ უმეტესობის შემთხვევაში აქ ჩანს მოგზაურობა. ამ გზაურობა შეიძლება სამსახურის გამო იყოს, ხო? შეიძლება ისე იყოს, სადმე წასვლა-წამოსვლა. ნუ როგორც მინიმუმ აქ რაღაც გარკვეული შინაგანი და კარიერული წინსვლა იქნება აუცილებლად, როგორც მინიმუმ, თუნდაც პატარა. და გამოხვალთ რაღაც კონკრეტული კარიერული სიტუაციიდან. ახლა კი ვნახოთ მესიჯი სამყაროსგან მეორე ვარიანტისათვის აპრილის თვეზე. და სასიყვარულო მესიჯი მეორე ვარიანტს აპრილის თვეზე. ნახოთ პირველ რიგში, მოდით სასიყვარულო მესიჯი ვნახოთ. ნამდვილი სიყვარული. ეს არის ცხოვრებისეული სიყვარული. კონკრეტულად ამ არკანში მე რას ვხედავ? ახლა გეტყვით. ნუ პირველ რიგში, ვისაც ყავთ პარტნიორი, გამოხატეთ მის მიმართ აუცილებლად მეტი სიყვარული, მეტი სითბო. თუ თქვენ გრძნობთ თავს დაუფასებლად, ან თუ თქვენ არ ყავთ პარტნიორი, ამ შემთხვევაში გაეცით მაქსიმალურად ბევრი სიყვარული საკუთარი თავის მიმართ. ნუ გეშინიათ საკუთარი გრძნობების გამოხატვის, იმიტომ რომ ამაში სამარცხვინო და ცუდი ნამდვილად არაფერი არ არის და ასევე დავამატებდი იმას, რომ ბევრი თქვენგანის შემთხვევაში აქ სავსებით შესაძლებელია თქვენს რეალობაში შემოვიდეს ახალი პოტენციალური სასიყვარულო პარტნიორი. ძალიან ბევრი თქვენგანის რეალობაში. ახლა კი მესიჯი სამყაროსგან. არაფერი არ არის დაწერილი. ყველაფერი არის შენს ხელში. შენ ყველაფერი გამოგივა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენ ამას მოინდომებ. აქ მთელი რეალობა თქვენთვის აპრილის თვეში არის ცარიელი ფურცელივით, რომელზედაც შეგიძლიათ დაწეროთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი სცენარი. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, ნახვამდის.